ახლა სოციალურ ქსელებში ვიყავი შესული, რა თქმა უნდა, ვათვალიერებ, რა თქმა უნდა, ვგებულობ რა ხდება საქართველოში. ქუთაისში 16 წლის გოგო გარდაიცვალა ავტოსაგზაურო შემთხვევით, ვისაც კახეთში მამაშვილს იმაშობოდა, აპატიურებდა 14 წლისას დედამ და ბებიამ იცოდაო. რა ვიცი, გუშინწინეებზე მარტვილში თუ სამეგრელოში მოკვდა 2 ახალგაზრდა ავტოსაგზაურო შემთხვევით და ასე შემდეგ და ну, აი, რა ხდება რა ქვეყანაში, ვერ ატყობთ ხალხო. აი, არის ბოროტება გამეფებული ქვეყანაში, ამას ხელს უწყობს ხელისუფლება თავის ძალადობის დემონსტრირებით და თავის ამ სისუნელეების კეთებით და არ ვიცი რა, ქვეყანა მიექანება რაღაც სასწაულ კატასტროფაში რა, ну რა არის ახლა ეს კიდო ახლა ყველა ვერ ჩამოთვალე რა ტრაგედიებს ამ დღეებში დატრიალდა და ყოველ დღე ეს ხდება ეს ბიჭო ხალხო ვერ ატყობთ ვერაფერს კაცო აი საქამდე გვინდა ევიტანოთ ეს ხელისუფლება რომელიც ამას ყველაფერს ხელს უჭრობს ამას ყველაფერს მალავს და ტროლები შემომიცვიდნენ ამ წუთას გუშინ წინ იმაში რომ დედააფეთქებულ წილოსანი ჯავრობს იმას რომ ბევრი მანქანა დადის იმას კი არ ჯავრობს ავარიები რო ხდება და ადამიანები იღუპება და მითო უნდა გამოასწოროს ეგი არა ამას არ ჯავრობს დედამოწყული საცოლში რო ერჩება იმას ჯავრობს წარმოგიდგენიათ სადა ხართ არა თუ წარმოგიდგენიათ სადა ხართ ადამიანებო ამ გადმოსახედიდან რო უყურებ ეს რა არის რა უბედურობაა და რა ხმა ზარიღებთ კიდო და რა ვიცი რა სიკვდილით ოცნების მომხრეებო თქვენ მოგითხართ მართლა პატრონი დებილები ხართ სუნთლად